მიზანი და ერთადერთი შეიძლება იყოს ქართული ოცნების მიზანი, რომ საქართველოს უფრო ღრმა იზოლაციაში აღმოჩნდეს. ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო და ძალიან არასწორი და ეს პასუხი, რაც გასცა ქართულმა დელეგაციამ, მაგრამ ეს გასაკვირვი არ არის. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვხედავთ და რასაც ვესწრებით ამ ბოლო პერიოდში, არის ნაბიჯი ნაბიჯზე, რომელიც მიდის იმისკენ, რომ საქართველოს გამოთიშონ იმ თავისი პარტნიორებისგან, იმ თანამეგობრობისგან, რომელიც იყო საყრდენი ჩვენი მთელი ამ წლების მანძილზე დამოუკიდებლობიდან დაწყებული და ჩაგვაყენონ ისეთ იზოლაციაში, სადაც ჩვენ დაგვრჩება ერთი მხოლოდ მეზობელი პატრონი, რომელთანაც ურთიერთობა არასოდეს თანასწორობაზე არ იქნება აგებული. ამიტომ ჩვენთვის იზოლაცია არის დამღუპველი, მიუღებელი და ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ შევინარჩუნოთ და პირიქით გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, თავარი ევროპელი პარტნიორები, როგორც ამერიკელები და ამაშიც ზიამაღლობელის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან ღრმად აფასებენ პიროვნებებს. ერთი არის, როცა ეუბნები, რომ მასობრივად ხალხი გამოდის და მასობრივი პროტესტი და რაღაცა. ამ პროტესტს, როცა უკვე სახე აქვს და სახელი, ეს იღებს სულ სხვა განზომილებას. და ჩვენ ამას ჯერ შეიძლება ვერ ვხვდებით ბოლომდე, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ეს ამ იარაღს ქვია მზიამაღლებელი. და მაინც ჩაგეკითხებით ამ მიმართულებით ხომ არის რომ პერსპექტივაში საქართველოს შეიძლება გაიმეოროს ევროსაბჭოსთან მიმართებაში, მაგალითად რუსეთის მაგალითი და ხო არ მოხდება ისე რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სტრასბურგის სასამართლო შეიძლება აღარ იყოს ხელმისაწვდომი ევროსასამართლო და დავრჩეთ მაგალითად მორუსიძის სასამართლო სამარემ. მე ვარაუდებით არ მიყვარს მსჯელობა, დღევანდელ დღეს ევროსაბჭომ გამოიყენა ის ზეწოლის საშუალებები რაც აქვს და ამითი გამოხატა ასევე მისი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ, საზოგადოების მიმართ, რომ ამ მხარეს არის და რა იმ მხარეს, რომელიც ჩვენ დღეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაუბრუნდეთ ხალხის ნებას, ანუ ახალ არჩევნებს, რომ გამოუშვან სინდისის დაკავებულები და ასე შემდეგ და დადგა ევროსაბჭო ჩვენ მხარეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელი არის, სწორედ რომ არ მივიდეთ იმ ზომამდე, როცა ჩვენ აღმოჩნდებით იზოლაციაში და მე მგონი რომ მთელი ეს დღევანდელი ყველასი ბრძოლა ამისკენ არის მიმართული, რომ ჩვენ არ მივცეთ ქართულ ოცნებას იმისი საშუალება, რომ წაგვიყვანოს იქ, სადაც თვითონ უნდა წასვლა. მარტო წავიდეს. კი ბატონო, თანახმოვარ. ზიაზე მინდა გკითხოთ ისევ, ანუ გავაგრძელო მინდა საუბარი ზიამაღლობელის საქმით. არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, არაერთი ავტორიტეტული ადამიანი თუ ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ზიამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ ჯერჯერობით ის პატიმრობაში რჩება. ასევე არაერთი ავტორიტეტული იურისტის შეფასებით ზიამაღლობელი არის უკანონო პატიმარი. თქვენი აზრით, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, მისმა ოჯახმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ზიას გადასარჩინათ და თქვენ როგორც პიროვნებას რისი გაკეთება შეგიძლიათ მის გადასარჩენად, რა საუბრობთ? მე მგონი ყველამ უნდა გავშალოთ ყველა მიმართულებით სწორედ ეს მოთხოვნები და გავასაჯაროოთ მაქსიმალურად სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მიმართულებით, ამაში ყველა უნდა ვიყოთ ჩართული. მეც ვცდილობ ყველა ჩემ კონტაქტებში უკვე ამ პერიოდში რომ გავაცნო ეს საკითხი და ჩავრთო ამ კამპანიაში. ეს უნდა იყოს საერთაშორისო კამპანია და მე მგონი ამისი საწყისი ეტაპი უკვე შანს და ეს უთუოდ გაძლიერდება, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პიროვნება როცა არის, ეს ძალიან ძლიერად მუშაობს ჩვენ პარტნიორებზე, სხვადასხვა ორგანიზაციაში და სხვადასხვა ქვეყნებში. აქ უნდა მოვითხოვოთ ის პირველი ზომები, რომლებიც აუცილებელი არის დღეს. მე მესმის და გავიგე, იმიტომ რომ შევხვდი მის ადვოკატებს,
2 დღის წინ, რომ აქ არ ტარდება ის კვლევები, რომელიც არის აუცილებელი. ეს უკვე არის ვალდებულება ნებისმიერი სახელმწიფოსი, რომ ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც არის ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი. აქ არჩევანი არ არსებობს, რომ მე მინდა და არ მინდა, როგორ უნდა გავაკეთო, ასე რომ ეს კვლევები უნდა მოვითხოვოთ და ასევე თუ საჭირო არის და უკვე 21 დღე არის და ალბათ საჭირო არის, რომ კლინიკაში იყოს გადაყვანილი, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი მის გადაწყვეტილებაზე, ეს არის ადამიანის პიროვნული გადაწყვეტილება. და ამაში ჩვენ ვერ შევეჭრებით, მაგრამ უნდა უთუოთ, ყველა ის ზომები იყოს მიღებული, კვლევები და კლინიკაში ყველა ის სათანადო დახმარება უნდა იყოს გაწეული, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელსაც ვერ გაექცევა, რაც არ უნდა იზოლაციაში იყოს. ასე აუცილებლად მინდა გკითხოთ სხვა პოლიტპატიმრებზეც, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იმყოფება პატიმრობაში, ანუ პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, არტისტები, ხელოვანები, ჟურნალისტები, მათ შორის დაკავებული არის ბათუმის აქციების მედროშე, რომელიც ასევე შიმშილობს და 16 დღეა შიმშილობს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ამ დაკავებულებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან და რამდენადაც საჯაროდ გახდა ცნობილი, ის მოუწოდებდა ამ პატიმრების გათავისუფლებისკენ. თუმცა გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს, რომ პატიმრები ისევ ციხეში რჩებიან. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი აპირებდა ისევ დაერეკა ამ საკითხზე, მორიგი ზარი იქნებოდა ყოველ შემთხვევაში საქართველოში. თქვენი ინფორმაციით იყო თუ არა ეს მორიგი ზარი, თუ საფრანგეთის პრეზიდენტმა, როგორ თქვა, ხელი ჩაიქნია და აღარ დარეკა საერთოდ, აღარ ჩათვალა საჭიროდ კომუნიკაციის გაგრძელება. მე მგონი, ახლა მე მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუმცა შევხვდი რამოდენიმე დღის წინ ჩემი ამერიკაში ყოფნის შემდგომ და ხელი ნამდვილად არ ჩაუქნებია საქართველოზე, არც იმ ძალიან მძაფრ საკითხებზე, რასაც ქვია პოლიტიკურ პატიმრები, ან კიდევ დანარჩენი ადამიანის უფლებების საკითხები ამ ქვეყანაში და დემოკრატიის საკითხები და გააკეთა არაერთი განცხადება ამ მიმართულებით, არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილზე ხელი ჩაიქნუდეს. გასაგებია. მაგრამ ჩემი სათქმელი არ არის კიდევ ერთხელ. ანუ მაშინ დავაზუსტებ, ანუ იყო ზარი თუ არა. მეორე ზარი, როგორც ვიცი, არ ყოფილა აქამდე ყოველ შემთხვევაში. არ ვიცი, რამდენად აპირებს თუ არ აპირებს, მართლა ამაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. ასევე თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა და მდგომარეობს ეს კითხვა იმაში, რომ თქვენი აზრით და თქვენი დაკვირვებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომა, იგივე საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი იქნება თუ დასავლეთის სხვა პოლიტიკოსების ზარი, ანუ მათს რამე გავლენას ახდენს ეს კომუნიკაცია თუ უბრალოდ შეუძლებელი იქნება, შეუძლებელია, ანუ ესენი მოახდენენ თუ არა რამე ტიპის გავლენას ჩვენს ხელისუფლებაზე, დე-ფაქტო ხელისუფლებაზე და შევძლებთ თუ არა საბოლოოდ ამ ტყვეების ჩვენი მოქალაქეების დახსნას ამ პატიმრობიდან და ასევე ვთქვათ ქართული დემოკრატიის გადარჩენას, ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენას, ანუ გავლენა აქვთ იმ ხარეს ამაზე თუ ძალიან ძნელი სათქმელი არის, იმიტომ რომ მე მათ ადგილას არ ვიმყოფები და მათში რა ხდება იმას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩანს გარედან ჩანს მათ ქმედებებში, რომ არ არიან თვითდაჯერებულები. რომ ის რაც ხდება დღეს და ის ახალი დღევანდელი თუნდაც ახალი რეპრესიები, ახალი გადაწყვეტილებები, ახალი კანონები, რასაც ღებულობენ ყოველდღიურად, ანუ მხოლოდ მათი ქმედებები პრაქტიკულად ახალი წლიდან არის მხოლოდ რეპრესიული ქმედებები. ხო, სხვა არაფერი, არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, არც ერთი განაცხადი არ ყოფილა, რომელიც არ არის მიმართული თავის მოსახლეობის წინააღმდეგ, ნამდვილ ომში არიან შესული თავიანთ მოსახლეობასთან. ეს არის ნიშანი იმისი, რომ თვითდაჯერებულები არ არიან, რომ თვითონ აქვთ შინაგანი რაღაცა შიში და ცხადი არის, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი ერთად მოქმედებს. გარედან ეს მორალური ზეწოლა, პოლიტიკურ მორალური ზეწოლა, სანქციები,
ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც არ მიდის სწორ მიმართულებით, რაც არ უნდა განაცხადონ რაღაცა მილიარდები შემოტანა თუ შორეული რაღაცა ზღაპრები, მე დავარქვი ამას არაბული ზღაპრები. და დღევანდელი სიტუაცია არის სულ სხვა. არის ის, რომ ჩვენ ვართ იზოლაციაში, რომ არავინ გარე ისეთი დამხმარე პარტნიორები, როგორც ჩვენ ყავდა 30 წლის მანძილზე, რომელიც მართლა ყველაფერი გაუკეთეს ამ ქვეყანას, რომ შემდგარიყო როგორც სახელმწიფო, ასეთი სხვა დამხმარე არავინ არ იქნება და არიან ამ მდგომარეობაში, შენ მოსახლეობასთან აღარა გაქვს შენ ურთიერთობა და პირიქით ომში ხარ ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, ხან დაცინი, ხან აგრესიულად ელაპარაკები, იქიდან მოდის სანქციები, მოდის ეკონომიკური და ბიუჯეტური შეზღუდვები, სანამდე გაძლევენ, ამას ვერ ვიტყვი. ჩვენ როცა საუბრობთ ახლა ამ წუთებში, ჩემი ინფორმაციით არაერთი აქტივისტის, რამდენიმე აქტივისტის სახლთან მობილიზებულია პოლიცია. პრინციპში ინფორმაცია დიდათ არ აქვს რა განზრახვა აქვს პოლიციურ ძალებს, რას უპირებენ ამ აქტივისტებს. ასევე ვიცით, რომ გუშინდელი დადგენილები გადაწყვეტილებით მაგისტრალების ბლოკირება უკვე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ვიცით, რომ აქტივიზმი იგეგმებოდა ამ კუთხით ხელისუფლების თუნდაც ყურადღების მისაქცევად ან იმ მიზნით, რომ იქნება გადახედოს მან თავის რეპრესიულ პოლიტიკას და როგორც ჩანს, არათუ არ გადახედავენ ამ რეპრესიულ პოლიტიკას, პირიქით გაძლიერდა რაღაც ინსტრუმენტები უფრო მეტად იქნება გამოყენებული, ასე ჩანს დღევანდელი ქცევებით, ხო? რა მინდა გკითხოთ, ანუ რას ეტყვით იმ ადამიანებს ახლა ვის სახლებთანაც დგას ეს საპოლიციო დანაყოფები და რა გზას ხედავთ თუ იქნება ეს შესაძლებელი არის თუ არა რომ ამ გზით ეს პროტესტი მოიგუდოს რამდენიმე ასეული ადამიანი შესაძლებელია თუ არა დააკავონ მით უფრო რომ ციხეებში ადგილები გათავისუფლდა იმ შეწყალების შემდეგ, ცნობილი შეწყალების შემდეგ 600-ს ზუსტად არ მახსოვს სამწუხაროდ 600-ს რაღაცა ხო რაღაცა ადამიანი გაათავისუფლეს. ხომ არ არის შესაძლებელი ხედავთ თქვენ რომ შესაძლებელი არის ამ ქვეყანაში პროტესტი მოიგუდოს ამ რეპრესიების გაძლიერებით? არ მგონია, იმიტომ მე არ მგონია. თანათან იზოლირებულები ხდებით მართლაც ხო? იზოლირებული ხდება ხელისუფლება, ეს არ ნიშნავს რომ საზოგადოება ხდება იზოლირებული, პირიქით უფრო და უფრო მეტად ისმის გარედან მხარდაჭერა ამ საზოგადოების და მე მგონი რომ არ შეიძლება რომ სწორედ ამ რეპრესიებმა მოუღოს ბოლო ამ საზოგადოების პროტესტს, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ არც ბელარუსი, არც რუსეთი და აქ არის სხვა შემართება და ამ შემართებას ქვია მზია ამაღლობელი. ამის მაგალითს გვაძლევს, რომ არ შეიძლება რომ შეწყდეს ეს რაც არ უნდა რთული იყოს და ცხადია სირთულეები არის, უფრო მძიმეც შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც უნდა ვხედავდეთ იმასაც, რომ ეს ნიშანი არის, რასაც დღეს აკეთებენ, ნიშანი არის შიშის და არა შინაგარის სიძლიერის. ძლიერი რო ხარ, არ გჭირდება ეს ომები. ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებამდე და შემდეგაც ინაუგურაციის მიმართ დიდი მოლოდინი არსებობდა, თქვენ იყავით ამ ინაუგურაციაზე მიწვეული. აქტივიზმის, პროტესტის მხარეც ელოდებოდა ამ ინაუგურაციას, ასე რომ ვთქვათ. რა ჩამოიტანეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან? თქვენ შეხვდით გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს, ასევე ახალი ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირებს, შეიძლება ადმინისტრაციის წევრებსაც მე არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია, რა შეგიძლიათ გვითხრათ, მაგალითად როგორი გზავნილი მოისმინეთ, გნებავთ არაფორმალურ შეხვედრებზე, გნებავთ ფორმალურ შეხვედრებზე, მათი განწყობები როგორია ქართული ოცნების იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ქვია დასავლეთის დიახ. მე ვიყავი ინაუგურაციაზე. შევხვდი მართალი არის კაბინეტის წევრებს პრაქტიკულად ყველას, მაგრამ ამათი კონფირმაცია მხოლოდ შემდეგ მოხდა და ამერიკის საგარეო პოლიტიკა ეხლა პრინციპში ფორმირების პროცესში არის და ვხედავთ ყოველდღიურად რომ პრეზიდენტი ახალ მიმართულებებზე საუბრობს და არ ამგონია რომ მათი პირველი პრიორიტეტი იყოს რომ
თავიანთი ხედვა ქართულ ოცნებაზე ჩამოაყალიბონ. ჩვენ არა ვართ სამწუხაროდ პირველი პრიორიტეტი ამერიკის, მაგრამ მე დამრჩა ის შტაბ-ბიჭდილება, რომ გლობალურად ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება იმას, რომ ამერიკა გაძლიერდეს და ამერიკა იყოს შიგნით და მსოფლიოში უფრო ძლიერი, ეს არის ის ამერიკა, რომელიც საქართველოს სჭირდება როგორც პარტნიორი. კიდევ იგივე ლოგიკა არის, რომ ჩვენ არ შეიძლება რომ დავრჩეთ ერთ-ერთზე რუსეთთან, არ შეიძლება რომ რუსეთმა აქ მოუგოს ამერიკას და არ მგონია რომ ახალ პრეზიდენტს ასეთი სურათი მოეწონოს, რომ კავკასიაში ამერიკამ დათმოს მაგალითად ის რისთვისაც 30 წელი არის ასე ძლიერად ეხმარებოდა საქართველოს სახელმწიფოს, რის გამოთაც ჩვენ ვიყავით პირველი მიმღები ამერიკული დახმარების თითო მოქალაქეზე ამდენი წლების 30-33 წლის მანძილზე. ანუ ეს არის საერთო ბალანსში ჩვენ ვართ მნიშვნელოვან ადგილას და მნიშვნელოვანი პარტნიორი ვართ. ეს საერთოდ კავკასია, შავი ზღვა, ეს მთელი რეგიონი არის მნიშვნელოვანი ამერიკისთვის და მისი სიძლიერე აქ გამოჩნდება ერთის მხრივ უკრაინის ფრონტზე, როგორ მოაგვარებს თუ მოგვარება შეძლო, ისე რომ ეს არ გამოვიდეს დათმობა და როგორ მოაგვარებს აქა, ისე რომ არ გამოვიდეს კიდევ უფრო დათმობა ყველაფრის გარეშე. და დაახლოებით რა ვადებში ელოდებით თქვათ? არაფერ ვადებში არ ველოდები, ძალიან რთული სათქმელი არის. ეს არ არის ისეთი პროგნოზები, რომელიც შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, ეს იყო მხოლოდ საწყისი კონტაქტები და უნდა ყველამ გავაგრძელოთ ერთობლივად იმაზე მუშაობა, რომ ამერიკამ დაინახოს, სად დგას საქართველოს საზოგადოება, რისთვის იბრძვის საქართველოს საზოგადოება და რას წარმოადგენს საქართველოს საერთოდ ამ რეგიონისთვის და ამ რეგიონის მომავლისთვის. ეს ჩვენი ერთობლივი ბრძოლა არის ყველასი. დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. კიდევ ერთხელ იმისთვის რომ გვეწვიეთ ჩვენს რედაქციაში. მე კი დასასრულს ვიტყვი იმას, რომ თავისუფლება მზეამაღლობელს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და ვუერთდებით თქვენ ბოლო სიტყვებს.